საღამოშვიდობის სატელეკომპანია ბორჯომის ეთერშია დღის ქრონიკა ახალ ამბებს მე მაია მამასტარაშვილი გაგაცნობთ. დღევანდელ გამოშვებაში ნახავთ. ემუქრება თუ არა განადგურების საშიშროება დღეს პეტრეს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა. ბორჯომში პეტრეს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს განადგურების საფრთხე ემუქრება. ასე აფასებს მდგომარეობას პროფესიით მეტყევე ლიკანში მცხოვრები მალხაზ გელაშვილი. ის სასწრაფოდ რეაგირებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადების ჯანსაღეებზე გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს. ლიკანში მესხეთის ქუჩაზე მცხოვრები მალხაზ გელაშვილი ახლა იმ დღეს გვაჩვენებს, სადაც ხეები სავარაუდოდ დაავადებულია. მისი თქმით, პეტრეს ციხის ტერიტორიაზე ნაძვის და ფიჭვის ხეები ეტაპობრივად ხმება. გარემოს დამცველებს ის სასწრაფოდ რეაგირებისკენ მოუწოდებს. პეტრეს ციხის მიდამოები რა ის ეწერს უძახიან აი გომნისკენ მიდის ბორჯომის სანატორიუმი იქიდან გზა არის. წითელია, გამხმარე გაწითლებულია და ჯამთელი ხე მწვანეა. ხო და აგერგოს პლატოზე დაიწყო ისე მიდის აქაც. ეს უკვე შესამჩნევი გახდა, აი სიცხეში უფრო მოემატა. აი რო დაწყა მაისიდან უკვე შეემჩნია და ნელა ყოველდღე ემატებოდა. ახლა უკვე თქვა შესამჩნევია რომ ძალიან გაწითლდა და გახმა. მიზეზი რა არის, რატო გახმა? ეთქობა რა ლაფაჭამია, სხვა რაღაც წერია რო ჭამს და ეგ არის ადრე წამლავდნენ და უშველეს. მალხაზ გელაშვილი პროფესიით მეტყევია, როგორც თავად ამბობს ამ დღეს კარგად იცნობს. მისი თქმით, უყურადღებობის შემთხვევაში დაავადების ჯანსაღეებზე გავრცელების რეალური საშიშროება არსებობს. გარემოს დაცვის სამინისტრო ალტერნატიულ გამოსავალზე საუბრობს. უშუალოდ ციხესთან არა, თუმცა ამ მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულია ფერომონიანი მწერსაჭერები, რომელთა მონიტორინგი და მთლიანად ეს პროცესი სპეციალისტების, ენტომოლოგების ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს. როგორც იცით, ბორჯომის პლატოზე სანიტარული ჭრებსაც ვახორციელებთ ჩვენ და იმ შემთხვევაში თუ ამ სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ საჭიროება დადგება სხვა ადგილებშიც, რომ მსგავსი ღონისძიება განხორციელებული იყოს, აუცილებლად ეს დაიგეგმება და განხორციელდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ. შეგახსენებთ, რომ სწორედ გავრცელებული მავნებლის გამო დაზიანდა ხეები ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე. სანიტარული ჭრების მიზანი კი ტყის დაავადებული ხეებისგან გათავისუფლება იყო. ბორჯომიდან თბილისამდე მგზავრობის საფასური 1 ლარით გაძვირდა. მგზავრებს თბილისის მიმართულებით 6 ლარის ნაცვლად 7 ლარის გადახდა მოუწევთ. მოსახლეობისა და ავტოსადგურის პოზიცია ნახეთ ნინო ჯიქურაშვილის სიუჟეტში. ბორჯომიდან თბილისამდე მგზავრობის საფასური კვლავ გაიზარდა, ამჯერად 1 ლარით. დღეიდან მგზავრობის მსურველებს თბილისის მიმართულებით 6 ლარის ნაცვლად 7 ლარის გადახდა მოუწევთ. 8-ს კარგად გახდა. იმ დღეს ჩემი ძალი წავიდა 8 გადაახდევინეს და ეხლა მე არ დავდივარ და ეგ პრობლემა ახლა მაინც მეხება, იმიტომ ჩემი ძალი ხშირად დადის და გათვალისწინებული ქონდა 6 ლარი, 8 უთხრეს, 8 არ ქონდა, მე ცოტა პრობლემები იქნება, ახლა არავინ არა ვარ ისეთი მდიდარი, რომ ბევრი გვედოს ჯიბეში ფული და აი ცუდია რომ გაიწარდა ეს. ჩემთვის პირადად პრობლემა არ შეუქმნია ამას, მაგრამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილისთვის რა თქმა უნდა დიდი პრობლემა ეს არის. თუმცა თუ გავითვალისწინებთ სკოლების მდგომარეობასაც, გონი უნდა გავუკეთოთ. არ არის სასიამოვნო. ვიხარობდა რომ ცოტა გაიარდა რაღაცა მაინც. ახლა შვილიც არ არის ბევრი, ახლა რა თქმა საწავის ხომ ჯერი ის. პრინციპში არ არის ჯერი, მაგრამ გაჭირებული ხალხი აისახება. თავის საკუთრება როგორც და უმატებს და არის და ხალხს აქვს ფული. ძალიან ცუდი, იმიტომ რომ უმუშევრობა ხალხი დასაქმებული არ არის და კიდევ მგზავრობის გაძვირება ახლა ზედმეტი ის იქნება ხალხისთვის. მე მგონია რომ უნდა დაიკლოს ისე. იმიტომ რომ ახალციხიდან ღირს მე ვიცი 6 ლარი და ახლა ახალციხამდე ხო არის კიდე საათნახევრის სავალი. ხო და რაღაცა დათმობაზე უნდა წავიდნენ ალბათ. იმით მე გამიგია რომ ელოდებიან ახალციხის მარშრუტებს ხალხი და მიყვებიან იმას და არ ჯობია რომ აქ იყოს ისეთი ფასი რომ გაყვეს აქაური ძღოლს. როგორც ბორჯომის ავტოსადგურში განაცხადეს, მგზავრობის საფასურის გაზრდა საწვავის გაძვირებამ გამოიწვია. მათი განცხადებით მძღოლებმა 6 ლარიანი ტარიფით თბილისის მიმართულებით მგზავრების გადაადგილებაზე უარი განაცხადეს. მძღოლები იძულებული გახდნენ, რომ ვეღარ აუდიოდნენ საწვავის მარაგს. რომ წასულიყო და წამოსულიყო, არ ყოფილიყო 3 კაცი მიდიოდნენ. ხო
დაიწია ტარიფმა. მაინც დაბალი ფენა იყო ხალხის სრულობის. 3 კაცი, 4 კაცი, 5 კაცი. მე არ აღემოდო. წარმოიდგინე ახლა 70 ლარი და 80 ლარი მაინც უძლებოდა იმ ძღოლს თბილისში ჩასვლა და ჩამოსვლა. არ ყოფნიდა. მე რეძულებული გავხდით ჩვენ. ეს რო გადაცდა ორს, გავხდით 8 ლარი, მაგრამ ამ 8 ლარზედაც უჟი აჯიოტაჟი გამოიწვია მან. ავდექით ახლა დღეიდან ისევ გავადეთ 7 ლარი. საკურორტო სეზონს წელს ქალაქი ინფრასტრუქტურული სამუშაოებით შეხვდა. დასრულდა ქალაქის ცენტრში პირველ საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 9 აპრილის ქუჩისა და რუსთაველის ქუჩაზე სანაპირო სკვერის რეაბილიტაცია. როდისთვის იგეგმება სამუშაოების დასრულება, ნახეთ სიუჟეტში. ქალაქის ცენტრში ნომერ 1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფეხმავლო ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა. დამონტაჟდა გარე განათებები და განთავსდა ახალი სკამები. რაც შეეხება რუსთაველის ქუჩის მიმდებარე სანაპირო სკვერის რეაბილიტაციას, მისი დასრულება 14 აგვისტოს იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ანელუ ასრულებს. რუსთაველის ქუჩის მიმდებარე სანაპირო სკვერის რეაბილიტაცია ვადა აქვს 14 აგვისტომდე. სულ თანხა არის 558.522 ლარი. ტემპები არც თუ ისე დამაკმაყოფილებელია, მაგრამ მაგასაც ვიმედოვნებთ, რომ ვადაში ჩაეტევა და ჩვეულებრივ 14 აგვისტოს მექნება უკვე დასრულებული სახის სრულად რეაბილიტირებული სკვერი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია. სამუშაოებს შპს დალა 73 ასრულებს. მისი რეაბილიტაცია 234.000 ლარამდე დაჯდება. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, სამუშაოების შესასრულებლად ვადა კომპანიას 20 ივლისამდე აქვს. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ბორჯომელებისთვის და მათ შორის ჩვენთვის არის 9 აპრილის ქუჩა. ხელშეკრულება გაფორმდა 20 აპრილს და ეხლა მაღაზია ადრე ჩემი აზრით უკვე ამინდის შესაბამისად არ შეიძლება და ქონდათ სამთვიანი ვადა 20 ივლისს ეწურება ეს ვადა და დიდი იმედი გვაქვს რომ ამ ვადაში ჩაეტევა ჩვენ ერთ-ერთი ბერკეტი რაც გვაქვს არის კანონით გათვალისწინებული თქვათ ის ჯარიმები და სანქციები დანარჩენი ადამიანურად ჩვენ ხვდებით რომ ეს ძალიან ძნელია და რთულია და მოსახლეობისთვის და დამსვენებელთვის შემაწუხებელია მაგრამ რას ვიზავთ იმედი გვაქვს რომ 20 ივლისამდე დასრულდება. დღის ქრონიკის ბოლოს კი ვნახოთ მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი. 11 ივლისს ბორჯომში მზიანი და ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 16, მაქსიმალური კი 26 გრადუსი იქნება. დილის 10 საათისთვის 22 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. 26 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა 13 საათზე. 26 გრადუსი იქნება 16 საათზე. 23 გრადუსი დაფიქსირდება 19 საათზე. 18 გრადუსამდე დაიწევს ტემპერატურა 22 საათზე. ცოლებადი ამინდებია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში. მცირე წვიმა იქნება 12 ივლისს ტემპერატურა 24 გრადუსი. ასევე 24 გრადუსი დაფიქსირდება 13 ივლისს. მზიანი ამინდი იქნება 14 ივლისს ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს. მცირე ნალექი და 26 გრადუსი დაფიქსირდება 15 ივლისს. ზედაღრუბელი იქნება 16 ივლისს სითბო 24 გრადუსი. შეგახსენებთ, ტელეკომპანია ბორჯომი ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. ტელევიზიაში მოქმედებს ცხელი ხაზი. შეკითხვებისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონზე 22 30 40 ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10-დან 18 საათამდე. ასეთი იყო ახალი ამბები დღეისათვის. სიუჟეტების ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებ გვერდსა და Facebook-ის გვერდზე. მე გემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.